გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში მეც ნიკასავით ჯერ ერთ-ორ სიტყვას გეტყვით ჰაკათონზე და ზოგადად რომ ამდენი ხართ ძალიან მიხარია და ეს აქტივობაც ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ ტახში მინდა დაუკრათ რომ ეს თეატრს გააკეთეს. დრო გავა, წლები თქვენ გაიზდებით და მე ამ თქვენს რაღაც ექსპერიენსებს რომ გადმოხედავთ რა და ასეთ ივენთებზე რომ მონაწილეობას იღებდით, აი დამიჯერეთ ძალიან ტკბილად გაახსენდებათ, იმიტომ რომ მეც ვიღებდი მონაწილეობას თან ქუთაისში იყო ჩემი პირველი ჰაკათონი საერთოდ და აქედან მომდინარე ზოგადად ეს ქალაქი კარგ მოგონებებთან მაკავშირებს და დამიჯერეთ ეს მომენტები ხარ, რასაც გადიხართ რა, მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვებთ, არ გაიმარჯვებთ, ეს ექსპერიენსი, ნეტვორკინგი, ყველაფერი ძალიან წინ წაგწევთ ცხოვრებაში და ძალიან კაი მოგონებები დაგრჩებათ. ამიტომ მინდა რომ მიუბაძოთ ამ ხალხს და სხვებმაც ჩაატარონ ჰაკათონები. თუ ჰაკათონი არ იქნება რაც ივენთ მითაფი იყოს, არ ვიცი. ნებისმიერი რამ რაც ჩვენ ინჟინერებს შორის მიტინგს, ნეტვორკინგს გაზრდის, იმიტომ რომ ზოგადად ცოტა ჩაკეტილი ხალხი ვართ. და ესე თუ ვიღაცა არ გვიბიძგებს, ხშირად ხოლმე კომუნიკაციას ან არ კომუნიკაციობთ, ან არ ვსაუბრობთ, ან ნეტვორკინგი არ გვაქვს და არა ვარ ცუდი ხალხი, რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და გამოვიდეთ, რავი, შოუ, ანუ გამოჩდით, იაქტიურეთ და ზოგადად ტექნიკური სცენაც ბევრად უფრო წინ წავა ქვეყანაში. და ჩვენი ყველას კეთილდღეობა უფრო კარგი გახდება, იმიტომ რომ ნეტვორკინგი ყველაფერს ცვლის საერთოდ. კაი, რაც შეეხება ახლა დღევანდელ თოქს, დაახლოებით 2 თვის წინ ჩავატარეთ Hacktoberfest-ი და იქ ერთ-ერთ ქართულ რა ამერიკულ სტარტაპზე ვსაუბრობდით, რომელიც ქართველი ადამიანის დაფუძნებულია და აჩომ მითხრა ეგეთ რჩევა, რომ მე დავიწუწუნე რომ მეთქი Swift-ზე და iOS-ზე მაგათი SDK არ მუშაობს ხო და აჩომ მითხრა ეგეთი რაღაც, რომ მე SDK დაწერეო რა და მეთქი ოკეი და იმის მერე სახში დავუბრუნდი 2 თვეა დაახლოებით ამ საკითხს ვუზივარ მათ SDK-ს წერ Swift-ზე და დღეს უბრალოდ იქნება ეს ჩემი რაღაც რეტროსპექტივა ამ კონკრეტულ მიდგომაზე და ბოლოს გაჩვენებთ უბრალოდ დემოს. აი ხა ჩამოვთვლი რაღაც პრობლემებზე ვისაუბრებ და მე ბოლოს გაჩვენებთ დემოს, როგორ შეიძლება ამ პრობლემების ძალიან კარგად მოგვარება და მე ვინც ხართ და თუ ხართ ვინმე დაინტერესებული ზოგადად open source-ით და კონკრეტულად Swift-ით, რაც URL-ს მოგცემ და შეგიძლიათ შემომიერთდეთ ძალიან საინტერესო პრობლემების მოგვარება მიწევს, თან სუახალია, არავინ არ აკეთებს და ბევრი შესაძლებლობაა ძალიან რომ საინტერესო რაღაცები გავაკეთოთ. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ local first მიდგომაზე, ეს არ ეხება მარტო mobile development-ს, ეს ეხება ჩვეულებრივ ნებისმიერ სისტემას, სადაც client engineering-ი მიდის, ანუ UI engineering-ი ან ნებისმიერ საკითხს, რაც სერვერს ელაპარაკება და ანუ ტრანზაქციებს აგზავნის და არეკორდებს. ჩემ შესახებ ვინც არ მიცნობთ, ამ შემთხვევაში ტექსტში მოღვაწეობ ამ ეტაპზე, ასევე ბევრ open source კონტრიბუციას ვაკეთებ, GitHub-ზე საკმაოდ აქტიური ვარ. რაც ერთი კონკრეტული ამორჩეული ტექნოლოგია არ მაქვს და ვცდილობ ხოლმე რომ ბევრი რაღაცები, სხვადასხვა რაღაცები ვისწავლო. და პოდკასტს ვაკეთებ DevTherapy-ს YouTube-ზე. ვისაც კონტაქტი მოგინდებათ რაღაცა, ესე ვარ ნებისმიერ ყველა სოციალურ ქსელში. აი, ეხლა გადავიდეთ პირდაპირ პრობლემაზე. დაახლოებით ყველა UI დაახლოებით ყველა ესე მექნება, იმიტომ რომ უნდა გადავერთო ესე ჩანს. ესე მირჩევნია მქონდეს, იმიტომ რომ უნდა სლაიდის მიხედვით უნდა გადავერთო კოდი. აი, უშუს. შენ საპატივცემლოდ. რადგან შენი იდეა იყო ეს ყველაფერი შენ საპატივცემლოდ. ედიტორზე უნდა გადავერთო ხოლმე, რომ კოდი გაჩვენოთ სლაიდის მიხედვით და ოკეი. მოკლედ ძირითადად ყველა mobile აპლიკაციაში ან თუნდაც front-end აპლიკაციაში, სადაც ძირითადად შენ გაქვს state-ი, ძირითადად გიწევს ხოლმე ამ state-ის ბევრ ადგილას ჩვენება. აი მაგალითად ავიღოთ სოციალური ქსელი გაქვს და გაქვს რაღაცა მეგობრების სია. ამ მეგობრების data-ს ჩვენება არ გიწევს მხოლოდ შენ ერთ screen-ზე, შენ შეიძლება მოგიწიოს ამ data-ს ჩვენება ბევრ screen-ზე. ან ძირითადად რა კეთდება ხოლმე, როცა mobile აპლიკაციას ჩართავ, ძირითადად რაღაც ერთ ადგილას გადმოწერ ხოლმე, დაფეჩავ ხოლმე ერთ data-ს, ერთ ადგილას გაქვს ეს story შენახული და მე რა სცენებზეც გინდა რომ გაამრავლო და დანერგო ეს data, ყველას პარამეტრად გადასცემ ხოლმე და injection-ს აკეთებ. ამის მინუსი ის არის, რომ გააჩნია რა value tips იყენებ, თუ შენი memory heap-ში არის, ამის დიდი მინუსი ის არის, რომ
შეიძლება რომელიღაცა ადგილას კონკრეტულ state-ზე შენი state ისე შეიცვალოს, რომ ამას არ მოელოდებოდე და რუჩი შეიცვალება შენი state-ი, ხოლო value type-ის შემთხვევაში ის პრობლემა აქვს, რომ პირიქით შეიძლება რაც ცვლილება მოგიწიოს, მაგრამ კონკრეტულ ადგილას რადგან დაინჯექტებული გაქვს ვერ შეცვლი, იმიტომ რომ მე სხვა სკრინებზე არ შეიცვლება, აქედან გამომდინარე აგზავნი რაღაცა events და refetch საკეთებ ყველაფრის. მოკლედ ორივე შემთხვევაში, ორივე case-ში ძალიან juggling-ი ხდება date-ის და რაღაცა კონსისტენცია არ გაქვს ეს state-ი შენ როგორ უნდა შეინახო. მაგრამ front-end-მა ამის ძალიან კაი ის მოიფიქრეს რამოდენიმე წლის წინ, 10 წლის წინ, როცა შექმნეს რაღაცა story, ხო? და შეინახავენ data-ს store-ში, ერთ store-ში და ყველა ადგილას, ყველა სცენაზე ამ story-დან ნერგავენ ამ data-ს. მე სამწუხაროდ ჩვენ mobile-ში ეგ მცნება არ გვაქვს და ეგრე store-დად შენახვა ხოლმე ხშირ პრობლემებს იწვევს. ეხლა ამის შესაბამისი კოდი, რომ კოდი Swift-ზეა, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგებია და ამიტომ ყველა გაიგებთ. პირველი მეთოდი რას აკეთებს, ჩვეულებრივად, fetch-ავს post-ებს და რო დაფეჩავს post-ებს, ამ post-ებს გადაულის და მოკლედ story, რომელიც ჩვენ shared story გვაქვს, იმაში ჩაალაგებს ყველაფერს. და ბოლოს, ეს story ჩვეულებრივი story-ია, რომელიც არის singleton-ი და ამ store-ს აქვს dictionary. მაგრამ როცა ჩვენ მაგალითად რაღაცის გაფილტრო გვინდა, მაგალითად გვინდა რომ ერთ-ერთ screen-ზე, ერთ-ერთ სცენაზე გვინდა რომ ამოვიღოთ dictionary, სადაც key იქნება ავტორი, ანუ ერთი ავტორი და value-ები ექნება ამ ავტორის შესაბამისი პოსტები, ანუ ამ ავტორს რა პოსტები აქვს, ხო? იმისთვის რომ ეს რაღაც გავაკეთოთ, ხო, დაახლოებით უნდა reduce-ი გავუკეთოთ ამ ჩვენ ყველა პოსტის value-ს და dictionary შევქმნათ, ესეთი როგორც post by author-შია, რომ სადაც dictionary screen შემდეგნა ის, რომ author ID-ის მიხედვით ვალაგებ პოსტებს და შემდეგ ამას მოვითხოვ. ეხლა ამას რა აქვს ცუდი? პირველ რიგში ცუდი ის აქვს, რომ ვაფშე წაკითხვადი არ არის, ხო? საერთოდ. მაგრამ მეორე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ საერთოდ ისმის კითხვა, რატომ უნდა ვაკეთო ეს მე კლიენტის მხარეს კოდის დონეზე, როცა იდეაში ეს პრობლემა ბაზებმა წლების წინ და ძალიან დიდი ხნის წინ უკვე მოაგვარეს. და რატომ არ შემილია უბრალოდ რომ დავწერო დაახლოებით ესეთი query, სადაც უბრალოდ მოვნიშნავ ყველა post-ს author ID-ის მიხედვით და წამოვიღებ ყველაფერს. რეალურად ხო, როცა ჩვეულებრივ ტრადიციულ mobile აპლიკაციებს ვაკეთებთ, მაგალითად ავიღოთ ძალიან ტრადიციული რაღაც 4 გვერდიანი, 5 გვერდიანი ინფორმაციული აპლიკაცია. იქ რატო არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ზოგადად ბაზა რო ლოკალში რო გაქვს, რესურსები იმატებს, შენი აპლიკაცია უფრო მძიმე ხდება და ამის მოყოლები არ არიან. აქედან გამომდინარე რაღაცა solution-ი უნდა არსებობდეს ამის მიხედვით. თუმცა ხედავთ რომ ეს საერთოდ არ არის საჭირო, თუ მე მექნებოდა local database-ი, გავაკეთებდი უბრალოდ ერთ query-ს და არა ამას. და საერთოდ ყველაფერი მომიგვარდებოდა ის პრობლემები, რომელიც ხარ ვსაუბრობ, რაც კიდე ამ stores მოყვება mobile აპლიკაციებში. მიმის მიხედავ, ხო, კიდე ერთი განსხვავება არ დაგავიწყდეთ, რომ როცა mobile აპლიკაციას კეცავთ, ანუ შენ web-ზე ცოტა სხვანაირად არის კიდე და რომ მობილურში საერთოდ სხვანაირად არის, state-ი ბევრად უფრო არასტაბილურია state-ის შენახვა, ვიდრე მაგალითად web-ზე. ამიტომაც ბევრად უფრო მეტი პრობლემას იწვევს ის კოდი, ვიდრე მაგალითად ეს. ეხლა გავდავიდეთ შემდეგზე. გარდა შენახვისა front-ის აპლიკაციებში და UI აპლიკაციებში ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ change-ებს, ხო? მაგალითად ავიღოთ, რომ გინდა ნებისმიერი change გააკეთო data-ს მხრივ. და ეს მაგრამ შენ გაქვს კომპონენტები UI-ზე, რომელიც ამ data-ს იღებენ, ხო? ამ data-ს იყენებენ. როგორ იქცევი ძირითადად, ხო? აგზავნი API request-ს, მაგალითად გინდა რომ წაშალო მეგობარი, ხო? აქ რაღაც ეგ მაგალითია. აგზავნი API request რომ წაშალო მეგობარი სერვერზე და რას აკეთებ? ელოდები შენ ამ request და არ იცი ეს request-ი წარმატებით დასრულდება თუ არ დასრულდება. თუ წარმატებით დასრულდება, შემდეგ უკვე მიდიხართ და ის single source of truth-ი, სადაც ქონდა ეს data, სადაც ქონდა შენახული, იქაც ამ მეგობარს შლი. ეს არის ერთი ვარიანტი, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს? მე ვაგზავნი request-მა მითხრა რომ success-ი ვარ, success თუ ხარ, ჩემთან data იგივეა, არ შეცვლილა, ამიტომ უნდა წავიდე და ხელი შევცვალო. მაგრამ ამას მინუსი ის აქვს, რომ მე შეიძლება ამ data-ს სხვადასხვა ადგილებში ვიყენებ. view-ში არა. view-ში თუ ვიყენებ, ოკეია, state-ი შემეცვლება და გადამირენდერდება ის view, მაგრამ შეიძლება მარტო view-ში შევყავ სხვადასხვა ადგილას ვიყენებ და უნდა ვიმახსოვრო ყველა ის ადგილი, სადაც ამ data-ს ვიყენებ, რომ წავიდე და შესაბამისად მოვიქცე. აქედან გამომდინარე,
ეს პრობლემები რომ გამოიწვევს ხოლმე რაღაცა ჯაგლინგებს, ხო? ჩემი მიზანი არის რომ რა გავაკეთო მე ვიწყებ ყველაზე მარტივს. სერვერზე რომ შევცვლი ამ ერთ data-ს, მე ვიწყებ და ყველაფერს თავიდან ვფეჩავ. იმიტომ რომ მე state-ი დამინორმალიზდება, ხო? და წამოვიღებ უკვე შეცვლილ data-ს, რომელიც სერვერზეა და ყველაფერი რიგზეა. ყველგან ერთი და იგივე იქნება, მაგრამ მაგ შემთხვევაში latency მემატება. ერთი request-ის მაგივრად, ეხა იმის მაგივრად რომ გავაგზავნო ჩაწერის request-ი დაველოდო, ეხა შემდეგ ისევ ველოდები მეორეჯერ უკვე განახლების request-ს, ხო? fetch. ანუ ორ request-ს ველოდები. იმის მიუხედავად რომ მოდერნ ენებში ყველგან გვაქვს ასინქრონულობა, ყველგან მაინც await-ს ვიყენებთ. და await-ი კი შენ main threads არ ფრიზავს, მაგრამ რო დაფიქრდე, მაინც ელოდები. შენი კონტექსტი არ პაუზდება, მაგრამ მაინც ელოდები, ანუ არაფერს არ აკეთებს სხვას. ელოდები როდის დასრულდება წარმატებით ან არაწარმატებით, რომ შემდეგი action-ი გააკეთო. და თუ ორ request გააკეთებ, ხო, მით უმეტეს უფრო იწელება ყველაფერი. და ეს გამოიყურება ესე რა, შენ აკეთებ რაღაცა remove friends, await-ით აგზავნი რაღაცა requests, შენ ელოდები ეს request-ი როდის დასრულდება, request-ი როდის დასრულდება, სტორებიდან შლი კონკრეტულ friend-ებს. და მეორე ვარიანტი delete and refresh-ი არის ის მეორე, რომელიც თქვით, ხო? ანუ გამოდის რომ ესე იგი ანუ სამ request-ს ვაგზავნი, ხა ერთის მაგივრად. ზევით ერთს ვაგზავნიდი, თუმცა ის ერთი გამოიწვევს ბევრ state-ის პრობლემას, inconsistency-ას და მირჩევნია რომ სამი request გავაგზავნო. ნუ ამის solution-იც არსებობს. ამის solution-ი როგორი არსებობს? უნდა გავაგზავნო სამი პარალელური call-ი უნდა გააკეთო და დაელოდები, მაგრამ თუ ისეთი request-ები იქნება, რომლებიც ერთმანეთის ანუ ერთი request-ი აბრუნებს ისეთ რაღაცას, რომელიც მეერეს უნდა ჩავაწოდო, მეორე აბრუნებს ისეთ რაღაცას, მესამე უნდა ჩავაწოდო, არ გამომივა პარალელიზმი, იმიტომ რომ პარალელურად ვერ გაუშვება, იმიტომ რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და ერთმანეთს უნდა დააველოდო. აქედან მომდინარე, ესეც იწვევს პრობლემას, თუმცა ეს პრობლემას ბაზებმა ძალიან დიდი ხნის წინ მოაგვარეს. და რატო არ შემიძლია უბრალოდ აი ესეთი query დავწერო, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. არ დამჭირდება არანაირი request-ის გაკეთება, არ მექნება datis inconsistency-ა, არ მექნება ლოკალურად გასასწორებელი ყოფილი, უბრალოდ query-ს გავაგზავნი, ყველაფერი local DB-ში მექნება და ერთხელ ვიზავ და ყველაფერი წამომივა უკან. მაგრამ ისევ იგივე პრობლემაზე მივდივართ, რომ ამას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ბაზები არის მძიმე და front-ის, ანუ მით უმეტეს mobile-ს ბევრად უფრო ამძიმებს. ხო, mobile-ზე გვაქვს ჩვენ რაღაცა RAM-ი გვაქვს, რავი, 8 ну iOS-ზე გულისხმობ და ну მოკლე რესურსები გვაქვს რა. ხა შენ ბრაუზერი მაქვს, აქ გახსნელი, აქ მაქვს 32 core და 2 ტერაბაიტი და ბევრი მაქვს რესურსი, მაგრამ იქ არ მაქვს ბევრი რესურსი, ამიტომაც ვიჭედებით მაგაში. მოდის ახლა შემდეგი პრობლემა. რომელიც პრობლემაცაა და solution-იც. ეს პრობლემა აგვარებს იმას, რომ აი ამ ვარიანტში, სადაც delete friend-ის request-ს ვიძახი და სერვერიდან ამ friends შლი, ანუ connection-ი მეშლება, შემდეგ ამას ველოდები და მე სტორებიდან შლი და optimistic updates, ვინმეს გაგიგიათ რა არის optimistic update, ვის გაგიგიათ ხელი ავწიოთ. request-ი გავუშვა და ჩათვალა რომ ის შესრულდება. ხო, მოდი წარმოვიდგინოთ, რამდენი request-ი, აი პროცენტულად ავიღოთ დღეში რომ მუშაობ და აგზავნი, რა ვიცი, 100 request-ს აგზავნი. 100 request-იდან, აი საათში აგზავნი 100 request-ს. 100 request-იდან რამდენი fail-დება ძირითადად? ხო, აი ძალიან ცოტა, ხო? most ძირითად case-ებში ჩვენი request-ები success-ია. ანუ fail-დება ძალიან, მაგრამ ჩვენ რატომღაც ანუ ეგრე ვიქცევით, რომ ყველა request-ს მაინც ველოდებით. ეგ იგივეა, რომ მოლარეს გავუწოდო ხურდა, არა, გავუწოდო, მივცე 20 ლარიანი და ხურდა, ხო ვიცი რომ მომცეს, მაგრამ ამ დროს ესე დაუდგე და ესე ვუყურო, თვალი არ მოვაცვლო, სანამ არ დამითვლოს. როცა რავი, ამ დროს შემიძლია მობილური ამოვიღო, დავსკროლო, მაგრამ ვიცი რომ უმეტეს შემთხვევაში არ მომატყუებს რა. შეიძლება მომატყუოს, მაგრამ ეგეთი case იქნება 1000-ში 1. უმეტესი არ მომატყუებს. სერვერის response-იც ეგრეა, ხო, request-იც ეგრეა, შენ request-ს აგზავნი, უმეტეს case-ში მაინც გისაქსესდება და ჩვენ მაინც ველოდებით და შეგვიძლია ოპტიმისტურად მივუდგეთ ამას და რა გავაკეთოთ? delete friends-ს რომ დაუძახებთ, await-ით კი არ დაუძახოთ delete friend-ი და კი არ დაველოდოთ, უბრალოდ გავაგზავნოთ ეს request-ი, მაგრამ სანამ request-ს გავაგზავნით, ესენი უბრალოდ ზევით ამოვწიოთ. ჯერ წავშალოთ ჩემთან ლოკალურად, მერე გავაგზავნო request-ი და მერე უკვე სხვა პრობლემა მოდის. მოდი მაგაზე ხა აქ რა წერია, რომ ხო, აქ ზუსტად ეგ მიწერია, რომ როცა change-ებს ვაკეთებთ, in most of the cases ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფია. რამე არ მოხდეს სწორად დავალოდებ. ხო, ეხლა მაგაზე მივდივართ, რომ ამის შესაბამისი კოდი რა იქნება, რომ პირველ რიგში დავისნეპშოთებ
პოსტებს, ეს snapshot იმჭირდება იმისთვის, რომ მე რამე უბედურება მოხდეს, rollback-ის გაკეთება შემეძლოს. ლოკალურად დავისნapshot-ებ ამ friends პოსტებს, მე ოპტიმისტიკურად store-ში წავშლი ამ ჩემს მეგობრობას მოვშლი, ანუ პოსტებიდანაც მოვშლი და user-ებიდანაც. რატო? იმიტომ იმის პოსტებიც უნდა წამეშალოს ჩემ social ქსელში და ის user-იც უნდა წაიშალოს, ანუ ჩემ მეგობრებში აღარ უნდა იყოს. მე გავაკეთებ do catch-ს, ну რა, ყველგანაში სხვადასხვანაირად და ხო ხვდებით რაც არის, გავაკეთებ რაღაც awaited requests და catch-ის შემთხვევაში, როცა რამე error-ი მოხდება, ისევ უკვე დასნapshot-ებული მაქვს ეს friend-ის პოსტები, დავაბრუნებ უკან მეგობარსაც და ამ მეგობრის პოსტებსაც. და ამ შემთხვევაში მივიღებ ბევრად უფრო სწრაფ ანუ user experience იქნება ძალიან სწრაფი. შენ საერთოდ არ მოგიწევს loading. აი Twitter-ზე მაგალითად, აი Twitter-ი ავიღოთ. აი ხარ რომ შევიდე Twitter-ზე და likes-ro დავაჭირო. ანუ ელოდებით რამეს? აი просто გავხსნათ მოდი. თუ რაც ქვია. აი შევედით ხა Twitter-ზე. აჰა, გაგრას ჩვენი ძმის პოსტი. აი ხარ დავაჭირო ამას, ანუ საერთოდ დაყოვნება არ მაქვს. ასევე retweet-ზეც. საერთოდ დაყოვნება, repost-ს რო გავაკეთებ, დაყოვნება არ მაქვს საერთოდ, ანუ არ ველოდები, არაფერი არ ჩერდება, ანუ ძალიან სწრაფია. განა იმიტომ არის ძალიან სწრაფი, რომ Twitter-ია ძალიან სწრაფი. უბრალოდ ანუ ისინი ამას ოპტიმისტიკურად ააპდეითებენ. ამას შენ გაგიწითლებს და თუ error-ი მოხდება, დაგიბრუნებს უკან. მაგრამ ამას მოყვება ცოტა კიდე სხვა პრობლემები. ხო. ხო, აი მაგაზე მივვალთ ხა, ზუსტად. სანამ ხო, მან პრობლემა ის არის, რომ ჩვენ კლიენტზე ვართ, მან და ორი რაღაც ერთად პარალელურად ვერ მოხდება. მაგ დროს. მაგრამ ეგ პრობლემა დადგება მაშინ, როცა სოკეტებს ჩავხტავთ და უკვე დატას დავიკონსუმერებთ სერვერიდან. და ეხლა აქ რა პრობლემა დადგება ეხლა optimistic update-ებში, რომ შენ კი update-ებ კოდს ხელით, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. პირველ რიგში რა არის პრობლემა? ჯერ არ ვიცით ჩვენ რამდენი რაღაცა იქნება უნდა, რაც უფრო მეტი, რაც უფრო რთული ოპერაცია იქნება გასაკეთებელი, ხო? აი მაგალითად რა ვიცი, სამი სტორიდან წავშალე რაღაცა, ოღონდ კონდიშენები მაქვს რა, ეს წაიშალოს მაშინ როცა რაღაცა. ამის მერე დაუნდოება ბევრად უფრო რთული იქნება. და ყოველ ჯერზე მოგვიწევს ამის ხელით წერა. და რეალურად ბაზებს ეს პრობლემა ისეაც მოგორებული აქვთ. ბაზაში ნებისმიერი query როცა იგზავნება, თუ იმ query-ის შედეგი ანუ რაღაც error-ი მოხდება გზაში, ხო? თავის აკეთებს მაგას უნდას და ეს ჩვეულებრივი ნებისმიერი ტექნოლოგიის, ბაზის ტექნოლოგიის ფუნდამენტალური ნაწილია. ჩვენ რომ მაგალითად აქ ამ query-ს გავაკეთებთ, ხო? Optimistic update-ით, ანუ ეს ამის თავისით აკეთებს უკვე ამის უნდოსში. ეს თუ მოხდება რამე, ყველაფერი დაბრუნდება ისევ. მაგრამ ჩვენ ისევ არ გვაქვს ლოკალური database-ი, ხო? იმიტომ რომ mobile-ში ვართ. მე იწყება შემდეგი პრობლემა. მაგალითად, ჩვენ ყველას UI-ის ინჟინერიის დროს გვჭირდება reactivity. რას ნიშნავს reactivity? ჩვენ არ უნდა ხელით შენ როცა UI-ს წერ, ან mobile-ზე, ან back-ზე, front-ზე არც არ გინდა რომ რაღაცა ხელით დაუძახო რაღაცა update-ს, ხო? შენ გაქვს რაღაცა state-ი, გაქვს რაღაცა view, რომელსაც არენდერებ ყოველ frame-ზე და როგორც კი state-ი შეგეცვლება, შენი მიზანი უნდა იყოს, რომ view გადარენდერდეს. თავისით გადაიხატოს. თუმცა ყველა data შენი ცვლილებით არ იცვლება, ხო? არის data-ები, რომელიც არის server-ზე და server-ზე იცვლება. აქედან გამომდინარე შენ რა გიწევს? ძირითადად როცა screen-ი გახსნილი და server-ზე რაღაცა შეიცვლება, ხო? აი შენ ძირითადად რა გიწევს? ან refresh-ი გიწევს, pull to refresh-ი მოიგონეს წლების წინ, ხო? ყველაფერზე pull to refresh რო აკეთებ, რო გაინტერესებს data, ანუ იმ წუთას screen-ი და update და თუ არა, ან უნდა გახვიდე და ისევ შეხვიდე იმ გვერდზე, იმიტომ რომ მაგ დროს ფეჩავ ყველაფერს. ან უნდა გამორთო აპლიკაცია და თავიდან ჩართო, რომ ყველაფერი ისევ თავიდან გადმოწერო. და ეს ყველაფერი წლებია ესეა, მაგრამ ძალიან ნელია, ხო? ანუ real time-ის შეგრძნებას საერთოდ არ გაძლევს. როცა წესით, როცა server-ზე იმ screen-ზე ვარ, სადაც რაღაც data-ზე ვარ დასაბსკრაიბებული, server-ზე თუ შეიცვლება data, ავტომატურად უნდა update-დებოდე მეც. მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? ამაში უკვე ჩვეულებრივი REST-ი და ჩვეულებრივი X პროტოკოლი არ გამოგვადგება, ამაში უკვე გვჭირდება რომ გქონდეს სოკეტები, ხო? ამ შემთხვევაში რა არის? სოკეტს server-ზე უსაბსკრაიბდები რაღაცა სოკეტს, რომ მაგალითად მაინტერესებს მე friends remove-ი როდის მოხდება. მაგრამ friends remove-ი რო გავიგო როდის მოხდა,
უნდა დაუსაბსკრაიბდე და როცა ეს friends remove მოხდება, მე რო ეს შემომივა, ჩვეულებრივად post user story-დან და post story-დან ჩვეულებრივად ამ friend ID-ს წავშლი და მოვაშორებ. მაგრამ აქ რა პრობლემა შეიძლება მოხდეს აქ? ხო ვერ მეტყვით ვინმე. აქ ყველაზე დიდი პრობლემა რა უნდა მოხდეს ხა? 3 action-ი გვაქვს. რა action-ი? მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ Figma რამდენს გამოუყენებია. Figma არის ჩავთვალოთ, რომ აი რასაც მე ვლაპარაკობ, ეგ ყველა პრობლემა Figma-ს აქვს მოგვარებული. Figma-ზე როდესმე გქონიათ შეგრძნება რომ რაღაცას ელოდებით? არასდროს არაფერს არ ელოდებით Figma-ზე. ყველაფერი ხდება ძალიან რეალისტურად და თან multiplayer, ხო? რამოდენიმე ადამიანი შეუულია ერთ view-ზე მაუსით, კურსორით იარონ და ფერები ცვალონ. როგორ მუშაობს, ან როგორ ხდება ამ კონფლიქტების რეზოლვაცია ბექის მხარეს. რეალურად ყველაფერი ბექის მხარეს კი არ ხდება, ყველაფერი ფრონტის მხარეს ხდება, იმიტომ რომ Figma-ს აქვს local database-ი ბრაუზერში. და ყველაფერი ხდება მანდ და არის fact-based database და არა object-based database. ინახავენ ფაქტებს და იმარჯვებს ის ფაქტი, რომელიც ყველაზე ბოლოს მოხდა. არ სინქავენ ისინი. აი მაგალითად მოხდა მილიწამში, რა ვიცი, 7 action-ი, ხო? Server-ზე არ იგზავნება 7-ივე და არის სინქება. იმიტომ რომ ამას ისე დრო ჭირდება და ტყუილა გადაიტვირთება. რა მხოლოდ სინქავენ იმას, რომელი action-იც ყველაზე ბოლოს მოხდა. ანუ ბოლო ფაქტი რაც იყო. ბოლოს ვინც დაასწრო და ბოლო change-ი იგებს, რა თქმა უნდა და მე ბოლოს server-თან ისინქება ბოლო change-ი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ლოკალურად ხდება. ეხლა იმ კოდთან აი აქ რა პრობლემა არის? ჩვეულებრივ ტრადიციულ აპლიკაციებში თქვენ დარწმუნებული რომ ყველას გინახიათ flickering-ი, რაღაცა data უცბად შეიცვლება და მე ისე უკან დაბრუნდება, ან სხვა ფერი გახდება. და მაგ შემთხვევაში რა ხდება? აი წარმოვიდგინოთ რომ მე ჩაწერა გავაკეთე ზუსტად იმ დროს, აი როგორც წერა ნიკამ თქვა რა, ამ დროს რომ მოვიდეს რა ხდება? აი აქ გვაქვს ეგ პრობლემა, რომ ჩაწერა გავაკეთე ზუსტად იმ დროს, როცა სოკეტიდან ინფორმაცია მომივიდა. წარმოვიდგინოთ რომ ჯერ მომივიდა სოკეტიდან ინფორმაცია, რომ მაგალითად ჩემი shape-ი გახდეს ready. მაგრამ მე ჩავწერე ოპტიმისტურად რომ blue იყოს. ოპტიმისტურად რომ blue იყოს ჩავწერე რას ნიშნავს? მე ჩემთან local store-ში გავაქტივირე blue არის, უცბად შეიცვალა ლურჯად, ამ დროს მომივიდა მე მინდა სოკეტიდან რომ ready-ა, server-ზე ვიღაცამ შეცვალა ეს data, უცბად გახდება წითელი, ისევ, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური update-ი როცა უკვე server-ზე წავა და შეიცვლება ჩემთან ისევ გახდება უკვე blue, იმიტომ რომ სოკეტი ისევ მომივა და უკვე განახლებული data მომივა. და შენ როცა ხელით გააკეთებ ესეთ სისტემებს და რაღაც აბსტრაქცია გექნება ამის უკან, რამე ჭკვიანური აბსტრაქცია, ყოველთვის გექნება ესეთი პრობლემები, რომ კი სწრაფად დააპდეიტებ, მაგრამ როცა იმ ბევრი data ერთად შემოვა სოკეტებში პარალელურად, ხო, შენ ყოველთვის flickering-ი გექნება. UI-ზე შეიძლება რაღაც დატანო, ეს თან ფერის შეცვლა ყველაზე ისეთია, ხო, არ გაგაღიზიანებს ხა უცბად დაინახო, მაგრამ წარმოიდგინე რაღაცა data გიჩანს რაღაცა და უცბად ის data გაქრება, სხვა გამოჩნდება. და ძალიან დიდი პრობლემები იქნება. ეხა ამის solution-ი რა არის? ამის solution-ი არის, რომ ყველა query, აბსოლუტურად ყველა query იყოს რეაქტიული. რეაქტიული ყველა query რას ნიშნავს? როგორც კი query-ს გავაგზავნი, აბსოლუტურად ეგრევე ჩემთან local store-ში მიაპდეიტებოდეს data. მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ იქ, რომ არ გვაქვს ეს მონაცემთა ბაზა მობილურში, იმიტომ რომ არის მძიმე. ეხა ამის რატომ მოვყევი? ეხა ეს ამდენი პრობლემა რა. ამ თოკიდან ძირითადად მე ეხა დემოსაც გაჩვენებთ, მაგრამ ამ თოკიდან ძირითადად რამე რომც ვერ წაიღოთ, აი ვინც ოდესმე რავი ფრონტი გაიკეთებიათ, ან აკეთებთ, ან UI engineering გაიკეთებიათ, ნებისმიერ კლიენტის აპლიკაციას არ აქვს მნიშვნელობა, მე მოგცემთ რესურსებს, ეს ჩემი ნაფიქრი არ არის ყველაფერი, მაგის რესურსაც მოგცემთ, ვისგანაც მაქვს ეს ყველაფერი ინსპირაცია აღებული, ნახავთ ისინი როგორ ფიქრობენ, როგორ მოაგვარეს ეს პრობლემა და იმდენ საინტერესო რაღაცებს გადააწყდებით, რომ თუ ჩაძვრებით, წაიკითხავთ და ამ rabbit hole-ს ჩაყვებით, უამრავ რაღაცას ისწავლით. და მე ეს ყველაფერი, მაგალითად, ისინი როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს, 2 თვის წინ მაგაზე ვაფშე არც მიფიქრია, ან ნაფიქრიც არ მქონდა. მაგრამ 2 თვის განმავლობაში, ანუ იმდენ რაღაცაში ჩავძვერი მათთან, რომ ძალიან ბევრი რაღაც გავიგე. ეს სტარტაპი, რომელიც ამას აკეთებს, არის InstantDB. და InstantDB-ს თავარი იდეა რა არის, რომ 2021 წელს მათ ჰქონდათ ესეთი სტატია არის database browser, რომელიც შეიძლება წაიკითხოთ და ყველა ამ პრობლემაზე რაც ხა მე მოვყავი ბევრად უფრო დეტალურად აქ სტოპას ახსნილი, ჩამოწერილი და solution-ები რა დგას. მაგრამ მე ხა მოვყევი მხოლოდ
წინამხან ფრონტის პრობლემები, ხო? UI ინჟინერინგის პრობლემა, უფრო მეტი პრობლემებია ეს ყველაფერი რო დაახელოთ სერვერის მხარეს. მაგალითად, რო წარმოვიდგინოთ, რომ აი ფრონტის მხარეს რო შეგეძლოს Windows გაკეთება. Undorredo, ხო ხვდებით რას ნიშნავს? აი რავი, წავშალე რაღაცა მეგობრობიდან წავშალე და მინდა redo გავაკეთო ან undo გავაკეთო, ხო? ეს ბექის მხარეს ტრადიციული ბაზით თუ ამას გააკეთებ, ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება და ძალიან მარტივია რომ მან რაღაცები შეგეშალოს. ამიტომაც მანდაც იყენებენ fact-based database-ებს. წლების წინ Clojure-ში არსებობს ეგეთი მონაცემთა ბაზა Datomic, რომელიც იყენებს ამ fact-based მიდგომას და არის აბსოლუტურად რეაქტიული database. ამათაც სტოპმაც ამ Datomic-ისგან აიღეს ინსპირაცია და შექმნეს ძალიან კარგი აბსტრაქცია. უბრალოდ ეხა 30 სლაიდით არ მეყოფა რომ ყველაფერი მოუყვა იმასმა რა შექმნეს. ამიტომაც ეხა გაჩვენებთ დემოს, კიდე ცოტა ხანი ვისაუბრობთ და ბოლოს დაგიტოვებთ რესურსებს, საიდანაც Rabbit Hole-ის დასაწყისია ეს ორი სტატია. ამ ორი სტატიიდან შეგიძლია ჩაძვრეთ მე ძალიან ბევრი სტოპას ვიდეოები დევს და თუ front-end ინჟინერები ხართ და სიტყვა front-end-ი არ მიყვართ, აი თუ კლიენტის ინჟინერიას აკეთებთ, ნებისმიერი კლიენტის, სულ რომ არ გამოგადგეთ, ძალიან მუშაობს. ეხლა რაც შეეხება tool-ებს. მოკლედ სერვერი აქვს Clojure-ზე დაწერილი, ძალიან functional ტიპები არიან, სერვერი აქვს Clojure-ზე დაწერილი და აქვს React-ის ძალიან მაგარი tool-ები. CLI აქვს TypeScript-ზე და შეგიძლია მოკლედ ანუ React Native-ზე ან React-ზე ყველაფერი გააკეთოთ. ეს ყველაფერი ხა რაც მე ვთქვი, ავტომატურად მუშაობს და მაგას გაჩვენებთ. მაგრამ რა ვქნათ იმ ადამიანებმა, ვინც არ წერთ ამ React-ზე და გვინდა Native-ის გაკეთება, ხო? მაგალითად, რავი, Android-ზე გინდა შენ Kotlin-ზე, მე მინდა რომ iOS-ზე გავაკეთო Swift-ზე და ესეთი, იმიტომ არ გვაქვს ჩვენ, ანუ Native developers, ესეთი შესაძლებლობები არ გვაქვს. რა გახსენდებათ ორი ისეთი, აი მაგალითად Figma-ნაირი აპლიკაციის გაკეთება, რო გინდოდეთ, პირველი რა გახსენდება, რომ რა აბსტრაქცია უნდა გამოიყენო. პირველი ან გახსენდება Firebase-ი, ან გახსენდება Supabase-ი. მაგრამ Firebase და Supabase-ის პრობლემა რა არის? ხა რატო ჯობია ინსტანტები ამათ ბევრად? და რა უპირატესობები აქვს? Firebase ძალიან კარგად აქვს ის ყველაფერი, ლოკალური database-ი აქვს optimistic update-ები, მაგრამ Firebase აქვს query language-ად აქვს documented query language, ან დოკუმენტს აკეთებ. აქედან გამომდინარე query ოპტიმიზაციის ფიზიკური შანსი არ გაქვს და ვისაც Firebase-ი გამოგიყენებიათ, იცით რომ ცოტა ოდნავ კომპლექსური query-ის გაკეთება თუ გინდა, ან ხშირი, ძალიან რთულია ამის გაკეთება და არ გეხმარება Firebase-ი ამაში. Supabase კარგად აქვს ძალიან ავტორიზაცია გაკეთებული, კარგად აქვს ამის აბსტრაქცია გაკეთებული. წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს Supabase-ს, მაგრამ მანდაც მივდივართ იქ რომ query language-ი Supabase-საც აქვს ძალიან რთული. ხოლო instant-ი query language-ად იყენებს InstaQL-ს, რომელიც არის ჩავთვალოთ Datalog-ის აბსტრაქცია. Datalog-ი თუ შეიძლება დასერჩოთ, ნახოთ რა არის და არის აბსოლუტურად რეაქტიული query. ნებისმიერ სახის query-ის დაწერა შეგიძლია და ნებისმიერ სახის query-ის ოპტიმიზაციის გაკეთება შეგიძლია. ეხლა მე რას ვაკეთებ და რატო ვარ ამით დაინტერესებული? როგორც წეგან ვთქვი, არ გვაქვს ჩვენ iOS-ზე ოფიციალური ამის SDK. აქედან გამომდინარე დაახლოებით 2 თვის წინ, აგერ არის 2 თვის წინ დავიწყე მე Instant-ის SDK-ს გაკეთება Swift-ზე და თუ ვინმე ხართ და ამ ეტაპზე 2 თვის განმავლობაში თავისუფალ დროს საკმაოდ წინსვლა გვაქვს, რომ შეგიძლია აბსოლუტურად ავტორიზაცია გააკეთო ნებისმიერი პროვაიდერით, რაც Instant-ი ასაპორტებს, შეგიძლია გააკეთო, გვაქვს მაკროები და მაკროს მიხედვით ძალიან მარტივია პოსტების დაგენერირება. აი მაგალითად ეხა როცა აი ამ მაკროს დაუწერ ამ კონკრეტულ მოდელს, ავტომატურად აგენერირებს ტრანზაქციის ყველანაირ მეთოდს. ეს მაკრო. აქედან გამომდინარე ძალიან გვაქვს უკვე ტრანზაქციები, ასევე გვაქვს query DSL-ი, სადაც შეგიძლია აბსოლუტურად type safe-ად და даже ამით TypeScript-საც ჯობი ვართ, იმიტომ რომ TypeScript-ში Instant-ის query რო დაწერო, შენ იდეაში არ გაქვს type safety, არ გაქვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში table-ის სახელებს string-ებში წერ ხოლმე და იქ რო რაღაც შეგეშალოს, runtime-ში გექნება error-ი. მაგრამ Swift-ი ძალიან strongly typed-ია და აქედან გამომდინარე ძალიან type safe DSL-ი გვაქვს. თუ რაიმე შეგეშლება, ეგრევე compiler-ი გიქნება, არც დაიბილდება შენი პროექტი. გვაქვს ასევე query-ის ნებისმიერი სახის ფილტრაცია და ეს არის ძალიან ინტუიტიური, იმიტომ რომ თუ Swift-ზე წერ, ესე წერ შენ array-ების და კოლექციების ფილტრაციასაც. ამიტომაც აბსოლუტურად იგივენაირი ინტერფეისი აქვს instant query-ების გაფილტრასაც, ჩვეულებრივად როგორც Swift-ში წერ, ეგრე აკეთებ.
და რა არ გვაქვს ხა რომელი ვერსია გვაქვს დარეალიზებული 0.1.1 გვაქვს developer experience კარგია, თუმცა აკლია რა ყველაზე მთავარი. ანუ არ არის ლოკალური ბაზა და არ არის ანუ optimistic update-ები არის, offline mode არის, ყველაფერი არის სხვა დანარჩენი, მაგრამ ყველაზე რთული არ არის. აქედან გამომდინარე, თუ იმეს გენდომებად open source-ში კონტრიბუცია და რა ვიცი, არ მგონი აქ ვინ ბევრი იყოთ ეგეთი, რომ Swift-ს აკეთებდეს, მაგრამ თუ ვინმე იქნებით, ვინმე თქვენი მეგობარი იქნებით, დიდი სიამოვნებით, issue-ებიც მაქვს, ყველაფერი მაქვს და შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ ძალიან საინტერესო პრობლემაა და mobile-ის ხარეს ეს ბევრს არ მოუგვარებია. რაღაცა სტარტაპები არის, სახელი დამოვიწყდა, მაგრამ მაგათი, რა ქვია? Codewix. მაგათი კოდი გავარჩიე და იმათ საერთოდ სხვანაირი მიდგომა აქვთ ინსტანცისგან განსხვავებით და საერთოდ ლოკალური დატაბაზა არ აქვთ. და iOS-ში რაღაც საერთოდ სხვა მიდგომებს იყენებენ და იმდენად კომპლექსური იყო თვითონ developer experience, რომ მე არ მომეწონა. მე როგორც consumer-ი მაგას არ გამოვიყენებ. ამიტომაც საინტერესოა, რომ ესეთი პრობლემები ხშირი არ არის mobile-ის მხარეს და საინტერესო ინჟინერული გადაწყვეტილებები შესაძლებელია რომ მიიღო აქ. ეხლა როგორ აკეთებს ბაზის მხარეს ინსტანტი იმას, რომ local DB აქვთ. ესენი რომ მოკლედ ისინი რომ ჩვეულებრივ data-ს ცვლიდნენ ერთმანეთში server-სა და back-შორის, აი მაგალითად query-ებს ან JSON-ებს, ხო ეს ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ესეთი მცნება არსებობს triple store. რამდენიმე იცით ტუპლები რა არის? Tuples. ხო, ბევრმა. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ არის triple store რა არის. Triple store არის ტუპლებისგან განსხვავებით, იქ ხო 2-ია, აქ არის 3 data. ამიტომაც ისინი ყველანაირ data-ს აღწერენ როგორც triple store-ები. და აბსოლუტურად იმის მაგალითად JSON-ში კი არ გადადის და გადმოდის ფორმატი, ანუ დატის მიმოცვლა არის პირდაპირ ხდება triple store-ებით. და შენ triple store-ებზე შეგიძლია ძალიან მარტივი, ძალიან სწრაფი და efficiency database-ი აშენო ლოკალური. ოღონდ ეს არ იქნება SQL database-ი. ეს იქნება key value store database-ი, სადაც შენ გექნება key-ები და value-ები. და triple store-ებში ამის გაკეთება არის ძალიან მარტივი. ეს ის სტატიებია, ამას რო გადაუყვებით, აი ყველაფერზე რაც ხასახავს საუბრობ, დეტალებში ვერ ჩავალ ხა triple store-ებზე, მაგრამ ამ სტატიებიდან თუ დაიწყებთ ყველაფერში, ყველანაირ რებითოლს ჩახვალთ, ყველაფერი აქვს ახსნილი და ძალიან ბევრ რესურსს იპოვით, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს. ეხლა მინდა გაჩვენოთ უბრალოდ დემო, სადაც ვნახავთ real time-ში რას ნიშნავს ისეთი აპლიკაციების გაკეთება, რომელიც არის truly optimistic რა. ამიტომ გავაშიარებ ხა screen-ს. ეს არის ჩვენი localhost-ზე web-ის ვერსია, ხო? Web-ი არის დაწერილი React-ში. ეს white code ხო არის? რა თქმა უნდა. და ხა აქ რისი ჩვენება მინდა? კი. ხა ეს გადავიტანოთ მეორე workspace-ში. მოკლედ ეს არის ჩემი მარჯვენა მხარე ეს არის ჩემი device-ი, რომელიც არის mobile-ი. ეს არის ერთი პროექტი, ორი განსხვავებული პროექტია, ორი სხვადასხვა კოდია. იდეალურ სამყაროში ეს აპლიკაცია უნდა იყოს Swift-ზე. მაგრამ რადგან Swift-ზე არ გვაქვს ეხა ამ ეტაპზე optimistic update-ები და local database-ი, რა თქმა უნდა გამოყენებული მაქვს React Native. მაგრამ ნუ არ გვაქვს Rust-ის, არ შემიძლია რომ მე ჯერჯერობით Swift-ის SDK-ში მე არ ანუ ეგენჯერ არ გამიკეთებია რომ ანუ local store-ი არ მაქვს, ჯერ არ მაქვს მოფიქრებული როგორ უნდა გავაკეთო ეგ. ხო, იმ library-ში აქედან გამომდინარე native-ზე ვერ ვიყენებთ მაგას და თუ გვინდა რომ truly optimistic გქონდეს React Native არის და მაგრამ მე React Native არ მიყვარს, მაგრამ რა ვქნათ. ეხა საჩვენებლად გამოვიყენოთ. ეხა რა ხდება? არის ორი სხვადასხვა code base-ი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს მაგალითად content management სისტემი და კლიენტების აპლიკაცია. არ ვიცი. აი ნებისმიერ რაღაც რაც ვებიდანაც იმართება და შენ გაინტერესებს კლიენტის მხარესაც. ეხა მაგალითად მე თუ აი აქ ჩემს device-ში შევქმნი items ნუ პიცა შევუკვეთოთ მაგალითად, როგორც კი add items დავაჭერ აბსოლუტურად
ალბათ დაახლოებით რამოდენიმე მილიწამის შემდეგ შეიქმნება ვების ვერსიაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ერთი და იგივე აპლიკაცია. ხო, იქაც შეიქმნა, იმიტომ რომ ანუ თან საერთოდ ანუ დალოდება არ მქონია ჩემ მხარეს, იმიტომ რომ არ ველოდები მე request. როგორც კი ამას მე add items დავაჭერ, ლოკალურად ეგრევე შემექმნება მე, ამიტომაც კლიენტს არანაირი შეგრძნება არ აქვს, რომ request-ი იგზავნება. ანუ საერთოდ ნოლი დაყოვნება მაქვს. ეხა ამათ WebSocket არა, ერთმანეთში არა, ამათ ორივეს აქვს ინსტანტთან WebSocket-ით არიან დაკავშირებული და triple store-ებს უგზავნიან ერთმანეთს. არა, ინსტანტი სერვერია. ინსტანტი სერვერია უბრალოდ ის იყენებს React-ის SDK-ს, ის იყენებს React Native-ის SDK-ს. ან ის SDK-ები ელაპარაკებიან ინსტანტის სერვერს. Swift-ის SDK იმას გააკეთებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ოღონდ native-ად და ესეთი მახინჯი არ იქნება. უფრო ლამაზი იქნება და ბევრად უფრო სწრაფი იქნება. ეხა ვაიმე ეს არის. Okay. ვინ მიხვდით რა არის, აბა? True geek-ები ვინ ხართ? მართლა ვინმე ვერ მიხვდით? Emacs-ი არ ვიცი გამოგიყენებია თუ არასდროს. Emacs-ის ხარაქტერი. კაი. დაბრუნდება ხწესთ. კაი, ეხა გავაგრძელოთ. ეხა კიდე საინტერესო ნახეთ რა არის. ეხა ძალიან საინტერესო რაღაც გავაკეთებ. ეს არის device-ი. ორი აიტემი მაქვს დამატებული. ეხა მე ჩემს ანუ ლეპტოპის მხარეს, ანუ ვების მხარეს გავთიშავ ინტერნეტს. მაგრამ ყველაფერი ცხოვრება გრძელდება. არსად არ მაქვს დაყონება. უმეტეს აპლიკაციაში 100-დან 90 აპლიკაციაში ვებში არ ვიცი, მაგრამ მობაილში 100-დან 90 აპლიკაცია ინტერნეტი რო გეთიშება, სქრინი ამოდის no network try again და მე აჭერ retry-ის. იმ შემთხვევაში თუ ესე ავაწყობთ აპლიკაციებს, გაჩერება არ გვაქვს. და რატო? ეხა მაგალითად მე რო აქ წავშლი ამასაც და ამასაც დანს რო გავაკეთებ, როგორც ხედავთ, ჩემს მობაილში არაფერი არ წაიშალა, იმიტომ რომ ინტერნეტი არ მაქვს იქ ჯერ, მაგრამ აქ მე დაყოვნება არ მქონია, აქ ოპტიმისტურად ყველაფერი წაიშალა. რაც ხა მოხდა უკან core-ში SDK-ში არის ის, რომ ეს ტრანზაქციები queue-ში დაემატა. და როგორც კი მე ინტერნეტს ისევ ჩავრთავ, ეს queue დატრიალდება და ამ queue-ში რა ტრანზაქციებიც იყო დამატებული, ყველაფერი ისევ დაისენდება socket-ში. და ეხლა რომ გავხსნათ ჩვენი აპლიკაცია, ნახავთ რომ აღარაფერი აღარ არის იქ. იმიტომ რომ ეს ავტომატურად მოხდა, როგორც კი ინტერნეტი ჩავრთ. ეხლა ეს რას გაძლევს? ეს გაძლევს ძალიან მაგარ offline supports, რომ შეგიძლია არ გაინტერესებს შენ ინტერნეტი გაქვს თუ არა, შეგიძლია არ გაინტერესებს შენ ინტერნეტი გაქვს თუ არა, აპლიკაციის გამოყენებას აგრძელებ ისევ და ყველაფერი დაისინქება მაშინ, როცა შენ ინტერნეტს გადართავ. იგივე არის Figma-ს გაიხსენეთ. Figma-ში ინტერნეტი რო გაგეთიშოს, ნიშანი კი გაქვს, რომ network-ი არ გაქვს, მაგრამ შენ ამებს ყველაფერს ისევ აგრძელებ. როგორ არის შესაძლებელი და ნახე აი მაგალითად, მე და შენ ვართ multiplayer-ი Figma-ში და რაღაც screen-ზე ფერებს ვცვლით. მე გავთიშე ინტერნეტი და გავაგრძელებ ფერების შეცვლა. შენთან უკვე აღარ ჩანს ჩემი ექშენები, მაგრამ შენ ისევ აგრძელებ ფერის შეცვლას. ხო და მე რა მოხდება? თუ შენ მაგალითად დააყენე წითელი, ხო ბოლოს, მაგრამ მე timestamp-ით გაჯობე და ბოლოს მაინც ლურჯი დავაყენე, მაგრამ ლოკალურად. შენთან იმ წუთას კი არ გამოჩნდება, მაგრამ როგორც კი ჩემთან ინტერნეტი აღდგება, ბოლო ანუ გამარჯვებული change-ი. ხო, რა თქმა უნდა, ბოლო გამარჯვებული change იქნება, ვინც ბოლოს ჩაწერას გააკეთებს ლოკალზე და მარტო ის ერთი change-ი გაიგზავნება სერვერზე. ამიტომაც არის რომ ძალიან სწრაფია, იმიტომ რომ შენ მარტო შენ მხარეს ხდება ეს გადმოცდილება და სერვერზე მარტო იგზავნება ის, რომელიც ბოლოს ჩაწერას განახორციელებს და მოიგებს. კიდე ძალიან ბევრი ინჟინერული საინტერესო, აი მაგალითად აქვთ VAL support-ი, თვითონ closure-ის მხარეს გაკეთებული, რომელთაც ფილტრავენ ძალიან საინტერესო რაღაცებს. უბრალოდ ხა ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან დეტალებში ჩავიდე და თან მეც არ მესმის კარგად, მეც აი სწავლის პროცესში ვარ. ამიტომაც ვისაც ეს რაღაცები გაინტერესებს, ყველაფერი open source-ია, ყველანაირი დოკუმენტაცია აქვს დადებული, ყველაფერი ღია, Discord-ის სერვერიც აქვს. და რავი, Android-ზე არაფერი არ გაკეთებული, მით უმეტეს თუ ვინმე Android-ის ინჟინერი ხართ და Kotlin-ი გაქვთ, ძალიან მაგარი შანსია, რომ ამის SDK დაიწყოთ, კეთება და ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლით. ეხლა გარდა offline mode-ისა, აი კიდე რომ მაგალითად
ასევე მაგალითად ახლა როგორც აქ დაემატა, შემიძლია მე edit-ი გავაკეთო და ჩაულებრივად edit-იც რა თქმა უნდა ჩაულებრივად იმუშავებს. მაგრამ არც ძალიან დაყონება, აქ ყველა საინტერესო რა არის? ეს აპლიკაცია ეხა რო კონდეს რა ვიცი 30 ადამიანს გახსნილი 30-ივეს შეუძლია ამ კონკრეტულ ბარში ინფორმაციის გაზიარება. ისე რომ საერთოდ დაყონება არ გაქვს, იმიტომ რომ გვაქვს queue რეჟიმი. აი 30 კაცზე რო დამატკი არ არის. მაგალითად რაღაც input web-ი აი სათავეში რა და 30-ივე შევცვალეთ ერთდროულად. ისევ ის fact based ბოლო დაждდება. შენ flickering-ი არ გექნება. ბოლო, ანუ ტრანზაქცია რომელიც მოხდება ბოლო timestamp-ით, ანუ triple story რო წარმოვიდგინოთ რა არის, მაიცა ეს ჩავიდო. სადა ხა მას ახსნილი triple story. აბა რა ვთქვი თავის. აი ზუსტ იმას ვერ პოულო, მაგრამ triple story შედგება 3 და ბოლო არის ყოველთვის timestamp-ი. ყოველთვის ეს ტრანზაქცია ითარგმნება triple store-ში და triple store-ში ბოლოში ყოველთვის timestamp-ი. ამიტომ აი რაც აჩვენ თქვა 30-ივე ერთად action-ი რომ მოხდეს, შენ ყოველთვის იცი ბოლო რომელი მოხდა. ამიტომაც იმარჯვებს ბოლო და ის flickering-ი აღარ აქვს. ანუ 30-ჯერ კი არ შენთან UI-ში 30-ჯერ კი არ შეიცვლება. შენთან UI-ში ერთხელ შეიცვლება, მაგრამ სერვერი იმაგას თვითონ handle-ავს, ინსტანტი თვითონ handle-ავს და შენ მხოლოდ ერთ მეშინს გამოგიგზავნის სოკეტში. და ის ერთი მეშინი იქნება ის ტრანზაქცია, რომელიც მოხდება სულ ბოლოს. ეს არის მეგობრებო, სულ რის ჩვენებაც მინდოდა. მადლობა. და რა ვიცი, SSD-კა მე ამაზე ვმუშაობ თავისუფალ დროს, შემდეგი 6 თვე სავარაუდოდ არ მექნება დრო, იმიტომ რომ რაღაც ახალი პროექტი დავიწყე, მაგრამ ნუ რა ვიცი, თუ იმეს გექნება სრული ღია არის, იშუები მაქვს, ზუსტად ვიცი რა არის გასაკეთებელი. ანუ ეს ინსტანტები არის რაღაც, სადაც გაშვებული, აქვს რამდენიმე კლიენტი, მობაილი რამდენიმე კი. და ეს socket connection-ებს თვითონ აპარებს ამ SDK-ს საშუალებით. კი. კი, ანუ შენ როცა როგორც კონსიუმერი, ანუ end user-ი როცა იყენებ ამას, შენ გაქვს ძალიან მარტივი კოდი. მოდი გაჩვენებთ. თუ მაქვს სადმე ერთ წამით. შუაში API ზის თუ პირდაპირ ბაზაზე ხდება კონკრეტში. არა, პირდაპირ ანუ აი აგიხსნით ხა როგორ არის. შენ ყოველთვის არაფერს შენ არასდროს არ გაქვს API-სთან ან ბაზასთან კავშირი. შენ ყოველთვის პირველი კავშირი გაქვს შენ ლოკალურ ბაზასთან. ანუ შენ ყოველთვის შემხარეს კლიენტის მხარეს გაქვს ლოკალური ბაზა. ამიტომ ჩაწერას რო აკეთებ, განა query-ს აგზავნი. მაგრამ ეს query განა ბაზაზე სერვერზე იგზავნება შენს ლოკალურ DB-ში. მაგრამ შენი ლოკალური DB არის სერვერის DB-ს ერთ-ერთი ტენანტი, ან node. მაგიტომაც აქვს დაწერილი graph based file based. აი ეგ სტატია რო წაიკითხოთ graph based file based. მან საუბრობს მაგას რომ ერთ-ერთი node-ია ის ლოკალის database-ი. ამიტომაც თვითონ იციან, მე თვითონ ინსტანტი ხვდება, როდის დასინქოს. იმ ბაზის, ანუ ლოკალური ბაზა, როდის დასინქოს თავის ბაზასთან. და თავიანთ მხარეს Postgres-ი აქვს Aurora. და თვითონ ხვდებიან როგორ უნდა დასინქონ. აქედან გამომდინარე, შენ არასდროს არ აგზავნი API-ებს, შენ აგზავნი ყოველთვის queries და მე უკან SDK თვითონ გააგზავნის WebSocket-ით message-ს, რომ აი მე ტრანზაქცია გავაკეთე აქ და იმან იცის, რომ ტრანზაქცია გაკეთდა და დაელოდება რაღაცა რეჟიმს, როდესაც ამ ბაზასთან sync-ს გააკეთებს. მაგრამ ეს ყველაფერი შენ როგორც end user-ი ხა მე რა მინდა აი დაახლოებით end user-ი და როგორ გამოიყურება რა შენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რომ
connection-ი ხდება აი აქ. Instantis clients აკეთებ, ეს არის ის Swift-ის SDK, რომელიც მე დავწერე და რომელშიც ისინი არ მუშაობს. ყველაზე მაგარად არის არ მუშაობს, მაგრამ ეხლა server based ხდება, უშუალოდ ეხლა ის როგორ მუშაობს, ჩაწერები ხდება, წამოღებაც ხდება, მაგრამ უშუალოდ მართლა request-ი იგზავნება. კი, optimistic update-ები აქ ვერ გექნება. არა, ხო, აქ არა, იმიტომ რომ optimistic ბაზა არ გვაქვს ჯერ. მაგრამ ჩავაშენებთ. ძალიან მარტივი, აქ ხდება ჩვეულებრივად instant client-ის ობიექტი შექმნა და მორჩა. შენ მეტი არაფერი არ იცი რო ხდება, მაგრამ რეალურად უკან რა ხდება ეხა? ეს ჩვენი instant client-ი აკეთებს, აქვს websocket connection-ი აქვს და ჩვეულებრივად init-ის შემდეგ თავისით აკონექტებს, ანუ ჯერ აუხსნის რომ თუ რამე აუთენტიკაცია გააკეთოს და წამოიღოს რამე ტოკენი ხო არა აქვს ავტორიზებული და ავტომატურად აკონექტებს socket-თან. მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები. და შენ მე როცა გამოყენება გინდა უბრალოდ პირველი წერ query-ს. აი ამას. და მორჩა. socket-ის endpoint-ი ეკუთვნის თვითონ instance. კი, იმათია core-ია და ეგ SDK-ში დევს. მაგრამ შენ თავიდან როცა მოდელს აკეთებ, ანუ მაგათი მთავარი ფსიქოლოგია არის რომ ანუ stop-am თვითონ მეილი მომწერა ესეთი რომ ანუ ჩვენ ესე ვთვლით რა feature-ი დავნერგოთ რომელი feature-იც უფრო გზრდისო developer experience-ო ის და ამ SDK-ს მთავარი ძალა არის რომ შენ ქნა ყველაფერი ანუ რამდენიმე ხაზში და ძალიან მარტივად. აქ აი უბრალოდ რაღაცა მოდელს გააკეთებ სტრუქტურას და თავზე მიუწერ აი ამ მაკროს. ეს მაკრო არ ვიცი ხა Xcode თუ არ Xcode-ებს და იმუშავებს გაჩვენებთ. Expands რო Xcode-ობს. Expand-ი არ აქვს. არ ვიცი. ხო, ამას უნდა ქონდეს expand-ი. რედიაში და გაჩვენებდით რა კოდს აგენე. ხო, რა კოდს ხო, ეს რას ამატებს? შენ ეხა მაგათ InstaDB-ში როგორაა? აი ყველაფერს ვერ გაჩვენ. InstaDB-ში როგორ არის, იცით? შენ რო გინდა მაგალითად ტრანზაქცია გააკეთო, გაქვს ტრანზაქტის ბილდერი. Transact წერტილი TX წერტილი, მე მასივში უნდა გადასცე რაღაცა, მოკლედ მე არ მომწონს რა, საკმაოდ რთულია. და მე ესეთი რაღაც გავაკეთე. ამას რომ მიუწერ, ეს დაგიგენერირებს, ამან ხო იცის რომ გაქვს შენ ID, title, difficulty completed. ანუ შენ რამდენი properties გაქვს, იმდენი action-ი გაქვს დაახლოებით. ავტომატურად დაგიგენერირებს ყველა action-ის მეთოდს. შენ არაფრის წერა არ მოგიწევს და შენ რომ უბრალოდ ტრანზაქციის, ანუ ტრანზაქციის გაკეთება რო გინდა, უბრალოდ ამ goal-იდან კი, გაქვს უკვე მეთოდები. Create-ი გაქვს მაგალითად. ან goal წერტილს დააჭერ და ნუ აი Xcode არ მუშაობს, რა თქმა უნდა. მაგრამ გაქვს მაგალითად delete-ი, link-ი, merge-ი, unlink-ი, update-ი. ან ყველა ის ტრანზაქციის მეთოდი გაქვს ავტომატურად, ან არ გჭირდება builder-ის გამოყენება რა, შენ რომ მოდელს შექმნი და ამ მაკროს რო დაუწერ თავზე ერთ ხაზში. ის მაკრო დაგიგენერირებს ყველა შესაძლო ტრანზაქშენს, რაც ამ მოდელზე შეიძლება განხორციელდეს. არა, ექნება უბრალოდ ჯერ პროცესშია, ჯერ ვერ მოვიფიქრე როგორ. ხო, ამ წუთას ხო. საერთოდ დავამატო offline mode არ ექნება და performance ექნება ცოტა ისეთი. კი, მაგრამ იმ offline-აც არ გქონდეს. offline mode-ი არ აქვს, optimistic mode-ი არ აქვს, ანუ request რო გააგზავნი ელოდები რა. ჩაწერას რო გააკეთებ ელოდები შენ. და ხო, ეგაა თავარი მინუსი, ანუ optimistic-ა და ვერ აკეთებ რაღაცეებს. აქედან გამომდინარე, ეგ რას ნიშნავს, რომ multiplayer-ი რო შემოვიდეს და შენ მაგალითად გინდა აი ლინია რა ქვია იმას ჯირას კონკურენტი ის რა ლინიარი ხო ეგეთია რა აი ლინიარზე შეუძლია რამოდენიმე multiplayer შემოვიდეს და ერთად გაკეთოს ჩაწერები ლინიარიც ეგრე მუშაობს ეგ optimistic რაღაც აბსტრაქციას იყენებს და ლოკალური ბაზა აქვს მაგათაც რა და აქ ეგ არ იქნება რამოდენიმე შემოვიდეს შენელდება აპლიკაცია და შეიძლება race condition-ები გექნება უეჭველი და რაღაცებს დაკარგავ ამიტომაც ეხა აქ რთული რა არის რომ ეს ამ ტრიპოსტორებზე ეხა უნდა დაშენდეს key value story database რომელიც efficiency იქნება და შემდეგ ამ database-ზე აბსტრაქცია უნდა აშენდეს რომელთაც ნუ ამ sync engine-ს რაღაცა დაუკავშირდები. ამიტომაც თან ისეა რომ React-ის SDK-ს კი ვარჩევ, მაგრამ იქ რა ტექნოლოგიებია გამოყენებული, მაგას mobile-ში ანუ Swift-ში ვერ იყენებ. ანუ აქ რაღაცა თავისი solution-ი ამას ვფიქრებელი. Schema-ს შექმნა ძალიან საინტერესო Firebase-ის და იმაშიც Supabase-იც როცა ბაზა უნდა შექმნა, schema-ს შექმნა გიწევს წინასწარ.
და ამათ აქვს ეგეთი developer experience-ი, რომ სქემას შეკ რატომ უნდა, როცა შენ პროტოტიპისთვის იყენებ, რა პროტოტიპის ჩვენება გინდა, რატომ უნდა გავაკეთო სქემა, ხო? და ამათ როგორ ავდა, მეც ეგრე გავაკეთე. შენ რომ ეხა აქ მაგალითად ამ ეს კოდი მუშაობს ჩვეულებრივად, რო გავუშვათ იმუშავებს. უბრალოდ მაგალითად აქ ვერსად ვერ დაინახავთ სქემას და მეც ეგრე გავაკეთე, რომ query-ს როცა აკეთებ შენ ავტომატურად უკან ჩუმად გიქნის იმ სქემას, მაგრამ შენ developers გგონია რომ ანუ query-ს წერმა და სქემა არ გაქვს, შენ იქ table-ები მაინც იქნება. მაგრამ ამის გულისთვის რომ სქემა შეგვიქმნა, ეხლა ნახე როგორა, ის უკვე გაშვებული აპლიკაციაა, CLI-ია ინსტანტის. ინსტანტს აქვს თავისი TypeScript-ზე უნდა დაწერო სქემა და CLI tool-ი აქვს, რომელთაც push გააკეთებ და ეს სქემა გაიგზავნება მაგათა სერვერზე და ის database-ი შეიქმნება. მე რაღაც SDK-ს რო ვაკეთებ open source ღმერთმა იცის, ამას გავაგრძელებ თუ არა. CLI-ში ხوار ვეტყვი რომ შემიცვალეთ მეთქი თქვენი CLI, რომ Swift-ის დაფუშვად შეეძლოს თქო რა, მაგრამ ეს სქემები რომ ამემუშავებინა, ეგეთი რაღაც გავაკეთე, რომ ან თავი ჩემი გენერატორი დავწერე, რომელიც შენ Swift-ის DSL-ს რო გააკეთებ, სქემას გააკეთებ DSL-ში, მაგრამ Swift-ის CLI tool-ია, იმას გაუშვებ, ამას გადაყავს JSON-ში და რა პლატფორმა API აქვს სქემას instance და ამ JSON-ს უფშავ. ამიტომაც სქემის შექმნაც მუშაობს. და მორჩა, query-ს რო გააკეთებ, ანუ ძალიან მარტივად რამოდენიმე ხაზში, და აქ კიდე შეიძლება developer experience-ზე კამათი, მაგრამ ნუ მუშაობს ჩვეულებრივად, რაღაცები განვითარებადია, მაგრამ თავარია რომ ანუ ეხლა რომ აპლიკაცია დაწერო, კლიენტი ყავდეს თქვა, Android-ზე დაწერილი React Native-ი, იყენებდეს სწორად მაგას, ყავდეს browser-based კლიენტები, მათ კარგად იმუშავებს და Swift-ზეც იგივე შეიძლება. კი, API. რაღაცა ბაგუნიებია. კი, იმას მომცემს, უბრალოდ მომცემს, აი, განახებთ. მაგრამ ერთ-ერთი მოთამაშე იქნება Swift-ის. კი. აი ეს უნდა მომცეს public token-ი, აი ამ ID-ს მომცემს და მე ამ ID-ით დაუკავშირდები და ყველანაირი აი სქემაში რო შევალ, უკვე მე ყველანაირი სქემა უკვე აქ მექნება და Explorer-შიც რო შევალ, ყველანაირი მოდელი, ფაილები, იუზერები, ყველაფერი მექნება. ეხლა ის სატესტო იუზერებია ეს ყველა, რაც აუთენტიკაციას ვცდილობდი რა. და ყველაფერი ეს მექნება. აი წეღანდელი აპლიკაცია გავაკეთე აი shopping list-ში. shopping list-ის სქემა რო ვნახოთ, მე ხელით არასად არ დამიწერია სქემა, მაგრამ query-ები რო გავაკეთე დაწერა. სქემას გაკეთება მარტო მაშინ გჭირდება, როცა query-ს დაწერა გინდა comparison operator-ი, მაგათაც გინდა რაღაც გაფილტრო, რაღაცა მეტია, ან წამომიღე ისეთი data, რომელიც მეტია რაღაცაზე. ეგეთი რაც დაწერა თუ გჭირდება, ის property ბაზაში უნდა იყოს დაინდექსირებული. ამიტომაც სქემას დაწერა მაგ დროს გჭირდება. ან წახვალ ხელით Explorer-ში გადახვალ, მონიშნავ edit schemes, დააჭერ რაღაც კონკრეტულ fields და index-ს ჩაუვთავ რა აქ. სად არის? რაღაც უნდა იყოს. და დააინდექსებ ხელი dashboard-ზე, ანუ ეგ ჯობია რომ სქემიდან დაწერო index-ი. ჩი, საკუთარ dashboard-ს გაძლევს თვითონ და უკვე იქ კი, თითოეული შენი აპლიკაცია შეიძლება გადაცვალო და ამაზე შენ უკვე წაიკითხავ სქემას, data-ს ნახავ. კი, შეგიძლია ეგ დახოს. დაჟე შეგიძლია აი ეხა მაგალითად აი ეს ხო გაშვებულია, ნახეთ, ეხა რო აქ მე წავიდე. რომელი იყო? აი ეს არის, ხო? აი მაგალითად აი ეხა ხო არის ეს. ახლა ამას რო სახელი რო აქედან შეუცვალო dashboard-ი. კი. ეს ზუსტად მაგის SDK-ს იყენებს. ეხა მე რო წავიდე, როგორ შეუცვალო ხა ამას სახელი? აი. Tourniquet saves დავაჭერ თუ არა? აქ უკვე შეცვლილი იქნება, იმიტომ რომ აბსოლუტურად რეაქტიულია და ერთმანეთთან არიან გადამულები, ისე რომ ანუ loading-ი საერთოდ არ გაქვს. და ყველაფერს მე მგონი სულად ვიკითხე, ანუ მე გულისხმობ აი მაგალითად ეს ინსტანტები ავწე AWS-ზე ჩემს cloud-ზე თუ შემიძლია. კი, დოკუმენტაციაში უწერია. მე არ გამიკეთებია, მაგრამ კი, დოკუმენტაციაში უწერიათ და დაჟე შეგიძლია ერთ-ერთი Postgres იმედად შეგიძლია აწიო და გამოიყენო. რაღაც ერთ кейსი აქვს, რომ ერთ-ერთმა სტარტაპმა სანამ Y კომბინატორი დააფინანსებდა, ანუ ინსტანტებს დაიწყეს და საკმაოდ გაკომპლექსურდნენ. და შემდეგ რო დასკეილენ ეს ინსტანტი დაიტოვეს, მაგრამ ერთ-ერთ ნოუდად დაიტოვეს რა და ჩვეულებრივად იყენებენ. ამიტომ დახოსტვა კი შეგიძლია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად დახოსტვადია. რავი, ესაა მეგობრებო, თუ კითხვები გაქვთ?
კი და ანუ თვითონ პრობლემები რაც არის რა სამუშაო ძალიან ასწორებს. ანუ მე მისწორდება და თან როლიდან რესეტ შეიძლება. ხო, ანუ არავის რო არა გაკეთებული, ეგ ძალიან ასწორებს და თან ძალიან რთულიც არ არის და იმიტომ რომ უკვე იცი რომ ვიღაცამ რეაქცია გააკეთა. შედიხარ და რეაქტის კოდს კითხულობ, მაგრამ მე ხვდები რომ ის JavaScript-ია და შენ აქეთ ეგ რესურსები არ აქვს. ამიტომ ფიქრი გიწევს აქეთ როგორ გადმოიტანო. თან მარტივია, იმიტომ რომ ეგზამპლები გაქვს. რეალურად რთული იმათვის იყო, ვინც ნოლიდან აკეთებდა, მაგრამ შენ ახლა ეგზამპლი გაქვს, ამ ინსტანტში შევდივარ, თან რავი კოლოდი მაქვს, ვეუბნები, აი ეს JavaScript-ის კოდი გამირჩიე, მითხარი რას აკეთებს. მე ის რომ მეტყვის და მე რომ გავიგებ, ეგრე მაქვს აწყობილია, თქვენ რა გონია ხა დავჯექი და გენიოს კი არა, რომ ვეკითხებოდი ზუსტად ის ანუ მოდელი წარმოვიდგინე როგორ მუშაობს ის SDK, მე ამას ვეკითხებოდი, ესე მუშაობს, დამიდასტურე. მე ვუმნებოდა, კი, ისტორი ხან არა. მე ვეუბნებოდი კონკრეტულად ეს ადგილი როგორ მუშაობს. მე მივდიოდი, ვეძებდი, ვკითხულობდი, მე და ვწერდი Swift-ის equivalence. ნება ანთროპიკივით დაჭირდეს. Instance.